ეს საკმაოდ საინტერესო დღე გველოდება. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ეს ჩემი მანქანა, როგორც ხედავთ. ჩემი აგრესიული ექსამი. ჩემი ნომრები, რომლებიც დღეს შეიცვლება. მართალია ეს ნომრები. შეინახება და მე მოგვიანებით ალბათ გადავა სხვა მანქანაზე. იმიტომ რომ ამ ნომრებსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ცნობს. დღევანდელი ნომრების შეცვლის მიზეზი კი არის ის, რომ ვიღებთ ახალ ნომრებს. ეხლა მივდივართ რუსთავში და მოგვიანებით ნახავთ თუ რა ნომერს ავიღებ. როგორც იცით, 2012-ში თუ არ ვცდები, შეიცვალა ნომრების ფორმატი და ყველა გადავიდა მოგვიანებით ახალ ფორმატზე. მე პირადად ძველი ფორმატი ძალიან მომწონდა. ახალსაც დიად ვითქო რო გითხრათ მოგატყუებთ. მაგრამ ის ძველი ლეგენდარული ნომრები რაც დარჩა ამ ახალი ფორმატით უკვე აღარ გამოდიოდა ისეთი და დღეს ერთადერთი გზა ამ ძველი ნომრების სტილში ახალი ნომრის აღება არის ის რომ აიღოთ 10,000 ლარიანი ნომრები და ზუსტად მაგიტომ მივდივართ ეხლა ჩვენ რუსთავში დროებით. ბიჭო, ლომას ესელი მე არ მახსოვს ეგრე რომ ვინმე გაესწროს. მე ლომას ესელი მახსოვს, короче, ვაჟაზე გაგვატარა, მაშინ GTR ყავდა კიდე ერთ ჩვენ ახლობელს და GTR წარმოიდგინე გაკეთებული GTR ხო ეხლა სასწაულად დადის და ხო მაგარი ემოციები აქვს, მაგრამ ესელი 65-ით მე რო ემოცია მივიღე, ეგეთი ემოცია არაფრისგან არ მაქვს. V12. ბიჭო, აი რაღაცნაირი ის აქვს რა, ეს ამ ძალას და ნიუტონის იმას გრძნობ რაღაცა, აი ფეხებიდან რა, უაზროდ დიდი ჯანი აქვს და короче 200-მდე როგორც მიდის, უფრო მაგრა მიდის კიდე 200-ის მერე რა. აი იმდენად ისეთი განსხვავებული ემოცია აქვს მაგ მანქანას, ეგეთი ემოცია ალბათ არ ვიცი, არც ერთ მანქანას არ აქვს. აი გიო 7-დან 0 ხო სასწაულად სწრაფი იყო, ისიც 12 ცილინდრიანი იყო, მაგრამ იქ კიდე სხვა რაღაცით кайფობდი და ეს ეხა გაკეთებული ყავდა ლომას და ნუ ძალიან სასწაულად დადიოდა. ბიჭო, 46-ს მყავდა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძალიან მაგარი მანქანა, 2006-იანი იყო, ინდივიდუალი სასწაული, აი ძალიან სვეჟი, აი როგორც ეხა ეს მანქანაა და როგორც ეს მანქანა მომწონს, ისე მომწონდა ის მანქანაც, მაგრამ იქაც იგივე პრობლემა მქონდა რა, კუპე იყო, ყოველდღიურად ვერ ხმარობდი, თან SMG იყო და არ მიყვარს გადაკეთებები რა, SMG-ს გადაკეთება და თან მithume საქართველოში ხო ხთები, ისეთი მაინც აღარ გამოდის. და ერთი წელი გავიჩერე და მე გავყიდე თან მაგას ხო იცი პრობლემა აქვს უკან უნდა გაამაგროს. ხო და სანამ მეთქი ეხა სვარკა და სვარჩიკები ჩავსვი აქ და რა დავიწყე რაღაცების გადაკეთება, გადმოკეთება მეთქი გავყიდით. და სხვათა შორის ძალიან იაფში გავყიდე და მე გერმანიაში გაყიდა ვინც იყიდა იმან საკმაოდ კარგ ფასად. ნუ ძრავი აქვს ძალიან მაგარი, უნიკალური ძრავი აქვს და ვიზუალიც ძალიან ლამაზია რა. თან ბოლო ისეთი სუფთა ემის ძრავი ალბათ მაგას აქვს რა, ის 8 ცილინდრიანი კი მაგარი ძრავია E90-ის, მაგრამ 6 ცილინდრიანი წკრივი ძრავი ჩემთვის მაინც ნომერ პირველია რა. просто აი V10 ჯერ ხალხმა კიდე კარგად ვერ დაამუღამა რამდენად უნიკალური ძრავია და დროის მერე ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ემი ყველა დროის იქნება V10 რა. მაგაზე მაგარი არც შექმნილა, მე ხა 34-ს არაფერი არ მირჩევნია რა. ნებისმიერი ანუ 10 ცილინდრიანი რო დამიყენო გვერდით და 34 3 და 8 მე რაც მომწონს ის მოდელი, რა თქმა უნდა 34-ს ავირჩევ, მაგრამ როგორც ასეთი ტექნიკურად პროგრესვან ინოვაცია რასაც ქვია და უნიკალურობა, აი V10 რო აქვს, ეგეთი არც ერთ ემს არ აქვს ალბათ რა. V10 არის ჩემი აზრით, просто მე რახან მე მყავდა M6 მაგიტო არ ვიძახი, მაგრამ M6 ჩემი აზრით ბევრად უფრო სპორტული მანქანაა და ბევრად უფრო გამართლებულია M6 10 ცილინდრიანი ძრავი ვიდრე M5-ში რა. ხო, ან ბევრად დაბალანსებული, ბევრად სპორტული, ბევრად სუბუქი და ბევრად სპორტული ავტომობილია M6. ჩემი აზრით. იმდენად მორგებულია და იმდენად მართვადია ეგ ძრავი მაგუზაოში. აი, რამდენად არ არის მორგებული, მაგის ცოტა რთულია რა. M6 უბრალოდ ტექნოლოგიურად ხო ძალიან წინ, 2003 წელს ყოლა კარბონის
სახურავი, წონის გადანაწილება იდეალური ქონდა. ნო პლასმასის ფრთები აქვს წინ M4 ეხარაც აქვს, ის საბარგული აქვს 2003-ში წარმოიდგინე, ანუ ვიღაცებს რო გონიათ რომ რაღაც ახალი შექმნა BMW, რეალურად ახალი არაფერი არ შეუქმნია რა, ბევრი ის რაღაცები რაც ეხლა ზოგს ახალი გონია, იყო წლების წინ გამოყენებული. თავის ინფლაციიდან გამომდინარე არის ეს ფასების სხვაობა რა, მაშინ M6 რა და ჩემ M6-ში იყო, ფურცელი მოყვა როგორც ამანქანას 2006 წელს $110,000 გადახდილი, ანუ წარმოიდგინე ის ეხლაც ყოლდა კი, $110,000 2006 წელს წარმოიდგინე, აი რამხელა ფული იყო, ალბათ ნახევარგლდანს ყიდულობდი 2006-ში $110,000 არა. ანუ ეხლა 8 იყო რა, თახის ინფლაცია რო გაითვალისწინოთ, დაახლოებით $250,000 არის, ეგ $110,000. ხო, დღევანდელი კურსი. რომელი BMW-ის $250,000 სერიული ტირაჟით რაც გამოვიდა. კი, არც არასერიული ტირაჟითაც. იგი C63 ტიკარებია 204. კი, სასწაული. და 98-ის ემის შედარება. ბიჭო, 92 ბევრად მაგარი. ბევრად მაგარი მანქანა, ოღონდ რატო იცი? კოლოფი აქვს უფრო მაგარი, ანუ მექანიკა C63 რო არსებობდეს, ну rest 63-ს კიდე უფრო სპორტული კოლოფი აქვს და სტრაფი, ანუ არ არის კიდე უფრო ისა აქვს რა, ძველი და ნელი კოლოფი, მაგრამ ჩემი აზრით მექანიკა C63 რო არსებობდეს ქარხნულად ვერც ერთი არა, ანუ M3 E92 ვერ აჯობებდა რა. C63 ძალიან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი Mercedes-ი, რომელსაც არასდროს არ ვიყიდი. ძრავი აქვს ძალიან მაგარი, მოხვევის კუთხე აქვს უაზრო, ანუ არ ვიცი C63 იმ ხელაზე უხვევს, ამაზე კიდევ უფრო მაგრა უხვევს C63 204 რა. ანტილაგეი? ხო, მე-4 და მე-4. არა, მესამე და უნდა ქნა ეგ, აზრი არ არის. მესამე და მე-4 და დაჩვევა როგორ. არა, მესამეშია ყველაზე ეფექტური. სანახევარზე აიყვანა და ხა. არა, მოიცა. ამანქანიც რა არ მომწონს რა. აი მაღალ სიჩქარეზე რამდენი ხმა შემოდიოდა თუ დაამუღამეთ. კი, მაგრამ ნუ M3-ია რა. M3 5 მაგდენი ხმა არ შემო. სხვათა შორის F1-ც ეხა M5 ხო არის F1, მაგრამ F1-ც იგივე პრობლემა მქონდა. აი ხა რაღაცა უნდა თქვა რა შუაში, მაგრამ იაპონურ ალტეზას გავს რაღაცა ეს M3. ო ბიჭო, ჩვენში დეტასპიცა ვარ 200-ით სიარული არ მისწორდება, იმენა გეგონება ინკრევა ყველაფერი. ალტეზა. ხაი ხო გეუნებ ძველი M5 ძმაო ამ სიჩქარეზე. ბევრად ბიჭო როგორია იცი აი დგას და აი ამაში თან ის შეგრძნებას გაქვს რომ რაღაც გზაზე ვერ არის და მანქანა რა ვერ დგას. სავარაუდოდ იმიტომ რომ ამ მანქანას ქარხნული დაკიდება არ ყოფნის რა. მეც გრძნობ რომ არ ყოფნის აი დიდ სიჩქარეზე მით უმეტეს. ნახე როგორ ბრაგუნებს იმენა 0-6 ჩემი კარგი. და დისკები 18-ზე რა სალონში რა ხდება ნა უჩი არ მჯერა არა ამ ნომრები მე ბიჭ ცეგი რამდენი ხანია ეგ ნომერი მანქანაზე არ ყოფილა? აუ ძალიან დიდი ხანი და ამდენი ხანია მინდა ეს ნომერი და სულ მქონდა ის მომენტი რომ ვითომ არ დააყენო შენ მანქანაზე არა და რაღაც, მაგრამ ფიქრობ რომ მაგ გიოს მანქანა რო აიწყობა ეს ნომრები გიოს მანქანაზე დადგება ისევ რა. ანუ ჩემი მანქანიდან მოვხსნა და დავაყენებ M5-ზე რა. აუ არ მჯერა ნახე რა როჯა. აუ ხალხისთვის იქნება შოკი ეს ნომერი. აუ არ მჯერა ჩემ. აუ როგორ მოუხდა ბიჭო. ძალიან ბედნიერი ვარ, აი ძალიან.
აუ რა მაგარია. ხო, აი არასდროს არ ავიღებდი 10000 ლარიან ნომერს. აი არასდროს გამორიცხული იყო. მაგრამ აი ამისთვის ღირდა, ასე თქვით. აი ყველაზე სწორად დახარჯული 10000 ლარია ნომრებში ჩემი აზრით. აუ ხალხი შოქშია, დამწერენ. გამაყოფილი კი არა უბედნიერესო. ნომრის სილამაზეზე აქ არ არის თემა რა. ხო, ანუ მართლა ნომერზე ანუ ეს მანქანაც რო ვიყიდე, აი როგორ ამ ბოლო დროს ზოგადად ესევა რა, სიხარული რაღაცნაირად ის მაქვს რა, დაკარგული მაქვს რაღაცე ნივთების მიმართ და ეს რაღაცნაირი ის იყო რა, ვაფშე სხვა ემოცია მომცა ეხა ნომრის აღებამ რა, ყველამ კარგად იცით ალბათ. ხო და რავი, აი ძალიან მისწორდება და მაგარი ბედნიერი ვარ, რაში უნდა მიმეცა ეხა ეგ 10000 რო ესე გამხარებოდა არ ვიცი, მართლა არ არსებობს ალბათ სხვა რამე რა. თავში მაგ დიდი ხანია რომ მივიდე კომპანიებთან და გიოს მანქანის რესტავრაცია თავიდან ბოლომდე როგორც პროექტი ისე გავაკეთე. აი წარმოიდგინე რამდენი ადამიანი ნახავს და ალბათ რავი რამდენი ადამიანისთვის იქნება წარმოუდგენლად სასიხარულო რაღაცა იქ, მაგრამ არავის არ აინტერესებს თუ ძინავთ მართლა არ ვიცი. მარტო ქართულ მასშტაბზე. ხო, ანუ ეგ მაგას მარტო საქართველოს არ ნახავს, რა მაგას გავაკეთებ თავის გახმოვანებით ინგლისურ ენაზე, რუსულ ენაზეც და ნახავს სრულიად მსოფლიოთან, მაგას რო ელოდება ხალხი, რავი, ეგრე მე მგონი არაფერს არ ელოდება ჩვენი გვერდიდან რა. და ზოგადად ავტომოყვარულები ძალიან ბევრი ელოდება მაგას რა, მაგ მომენტს და დღესაც რავი, დღე არ გავა ალბათ რომ ვიღაცამ არ მომწეროს რომ აი 500 როდის ააწყობთ. არ არის მარტივი პროექტი, მანქანის ნახვიდან და რესტავრაციამდე და დამთავრებული, ანუ მარტივი პროექტი არ არის ნახდათ, მაგრამ იმდენად საინტერესოა და იმდენად მასშტაბიანია, რომ დიდი კომპანიისთვის, სერიოზული კომპანიისთვის არის, აი არ ვიცი, უდიდესი რაღაც რა და არ ვიცი, ნახოთ, შეიძლება ამ ვიდეოს მერე ვინმე გამოგვეხმაუროს და გაიღვიძონ. ჩვენც ეგ გვინდა. სერიოზული ინვესტიცია იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის. ძალიან, აი უსერიოზულესი, აი ვერ წარმოუდგენიათ ალბათ რამდენად იმღელა პროექტი იქნება, ანუ იჯერად არ გაისვრის, ეს იქნება გაგრძელებული. ეს იქნება პროექტი, რომელიც გაგრძელდება, შეიძლება 1 წელი გაგრძელდეს თავისი ყიდვიდან, ჯერ ძებნიდან, მერე ყიდვით, მერე რესტავრაციით, ჩამოყვანუ, ასე, აი ძალიან ბევრი დეტალი იქნება საინტერესო, ისი გადაღებაც შეიძლება და იქნება ძალიან საინტერესო ყველასთვის რა. ანუ მასშტაბის რეკლამა, რომელიც ესეთი გამზობადი ხასიათის არის, მგონია რომ ის სერიოზული ინვესტიცია ნებისმიერ დიდი კომპანიისთვის. კი, და რო გითხრა რომ რაღაცა კოლოსალური თანხა უნდა, არა, აი დიდი კომპანიისთვის არის ჩვეულებრივი ხურდა, რასაც ქვია, რაც არის გათვალისწინებული მარკეტინგისთვის რა. მაგაზე ბევრად მეც შეიძლება ხარჯავდეს ნებისმიერ კომპანია 1 წელი მარკეტინგში, გაცილებით მეც. ძალიან მეც. ანუ რეალურად გამოყოფილი რაცა, მაგის 10% ხარჯავენ საქართველოში მარკეტინგისთვის, ეგ წესია აქ ესეთი. მაგრამ ნუ დიდი მასშტაბზე მაინც ვერ გავა ვერასდროს. მოდით. ისე რომ დაარტყათ, მაინც არაფერი არ მოუვა. მოდით. მოდით, კიდე, მოდით, კიდე, მოდით. აი, უკვე შეგიძლია ჩააყენოთ. საიაშიკობა ხო არ დავიწყო. კარგად გამომდის. მოკლედ, გუშინ პატრონმა მიგვაჯარიმა, არ გვაპატიან პატარა დონატი. მაგრამ არა უშავს.
ვცდილობთ რომ მეგობრულები ვიყოთ და კეთილგანწყობილები ვართ პატრულების მიმართ, მაგრამ არ გვპატიობენ არაფერს. თან ნომრები იცნეს, თან კარგად იცოდნენ გიორგის ნომრები და მაინც არ გაგვითვალისწინეს, მაგრამ მაინც მადლობა რომ მანქანა არ ჩამოგვართვეს პირველივე დღეს. მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ ეს არ არის უბრალოდ ნომრები ჩემთვის, ეს არის ჩემთვის მოგონება. და ეს მოგონება ასოცირდება გიოსთან და ძალიან ბედნიერი ვარ და როგორც თქვი, ეს ნომრები შეიძლება დადგეს ისევ გიოს მანქანაზე, თუ ეს პროექტი განვახორციელეთ, რა თქმა უნდა, კომპანიის და სპონსორის დახმარებით, ველოდებით გამოხმაურებას. ალბათ ძალიან კარგად ხვდებით, რომ პატარა პროექტი არ იქნება, ეს იქნება საკმაოდ დიდი პროექტი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში. და მოკლედ ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მადლობა ყველას, ჩემს გამომწერებს, დააკომენტარეთ და იაქტიურეთ, გამოიწერეთ არხი. მართალია ბოლო ჩემს ვიდეოებს ცოტა ნახვები აქვს, მაგრამ ავნებდებით, ვაგრძელებთ გადაღებას და კი მესმის ძალიან მოგწონთ ის კარგი კამერით გადაღებული, კარგი ეფექტებით და ასე შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყოველდღიური ჩვენი ცხოვრებაც საინტერესოა და როგორც წინა ვიდეოში გითხარით, ხშირად შემოგთავაზებთ ხოლმე ასეთი ტიპის ვიდეოებს. მადლობა და დროებით.